აბრეშუმის გალერეა ქართულ კორეულ გამოფენას მასპინძლობს. ეს რიგით მეორე საერთაშორისო გაცვლითი გამოფენაა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ხელოვნების ახალი პერსპექტივების წარმოჩენა. ექსპერიმენტული და ინოვაციური ნამუშევრები, რომლებიც კულტურულ დიალოგს აღრმავებენ. ეს არის მეორე გამოფენა და არც ისე კარგად იცნობს ქართველი დამთვალიერებელი და ქართული ხელოვნების სფერო სამხრეთ კორეულ ხელოვნებას. ძალიან კარგია, რომ ეს არის გაცვლითი გამოფენა. ქართველი მხატვრები მიიღებენ მონაწილეობას სეულში, რომელიც ალბათ გაიმართება. ასევე დიდი პერსპექტივებია სტუდენტების გაცვლასთან დაკავშირებით სამხატვრო აკადემიასა და სეულის სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს შორის თვითონ ძალიან დაინტერესებულები არიან. და აი ეს ხელოვნება, რომელიც მათ წარმოადგენს, არის ტრადიციებზე დაფუძნებული. აი ეს კულტურა, რომელიც მათ აქვს და ის რაც დღევანდელობას შეესაბამება, არის ძალიან ჰარმონიაში ერთმანეთთან მოსული. და მე ვისურვებდი, რომ ესეთი გამოფენები ხშირი იყოს ჩვენთან, რომ გავიცნოთ ერთმანეთი, დავმეგობრდეთ და პატივირჩეთ ერთმანეთის კულტურას და ხელოვნებას. დიდი დისტანციაა სამხრეთ კორეასა და საქართველოს შორის, თუმცა ჩვენი კულტურა და ხელოვნების მხრივ ინტერესი საერთოა. იმედი გვაქვს, ეს ჭიდრო ურთიერთობა გაგრძელდება. ერთმანეთს განვავითარებთ და მომავალშიც ერთად ბევრ საქმეს გავაკეთებთ. ძალიან გვიხარია, რომ აქ ვართ და ეს გამოფენა შედგა. გამოფენა ნამუშევრების სიმრავლით გამოირჩევა. წარმოდგენილია ქართველი მხატვრებისა და კორეელი არტისტების 100-მდე ნამუშევარი, რომელიც ტრადიციასა და თანამედროვე ხელოვნებას აერთიანებს. ძალიან სასიამოვნოა დღეს ამ არაჩვეულებრივ გამოფენაზე ჩემთვის როგორც მხატვრისთვის და როგორც დამთვალიერებლისთვის ყოფნა. უფრო საინტერესოა როგორც ჩვეულებრივი მაყურებელი, ისე როცა ვათვალიერებ, იმიტომ რომ ძალიან ეგზოტიკურია და ძალიან ნატიფი ხელოვნება აქვს. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. როგორც მონაწილე მხატვრისთვის ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს საშუალება მომეცა. მიხარია, რომ აქ ვარ. ეს თქვენს ქვეყანაში ჩემი მეორე გამოფენაა. ვფიქრობ, საქართველო და კორეა გვანან ერთმანეთს. ორივე ქვეყანას მრავალფეროვანი ისტორია და ტრადიციები აქვს. ხელოვნებაში კი ეს ნათლად აღიქმება. ჩვენი მიზანი სწორედ ამ კულტურული მახასიათებლების გაცნობაა. აქ მოსული დამთვალიერებელი ხელოვნებით საზღვრებს მიღმა მოგზაურობს. ქართველი და კორეელი ავტორების ნამუშევრების გამოფენა გალერეაში 9 ივლისამდე გაგრძელდება.